გამარჯობა, მეგობარი თქვენთან არის და დღეს ისევ მოვედი კლინიკა ვეტექსში და მოვედი სასწრაფო წესით, იმიტომ რომ პირადად დავდექი საკმაოდ კრიზისული სიტუაციის წინაშე. ეხლა რა მოხდა რამდენიმე დღის წინ, მეგობარმა დამირეკა, მითხრა რომ ერთი დღით თუ შეიძლება ლეკვი დაიტოვეო. ახლა პრობლემაა, ორი ძაღლი მყავს, ერთი დღით ლეკვის დატოვებას რა უნდა, მომიყვანეს ერთი თვის პატარა ლეკვი. და უცებ რომ მეგონა რომ ამდენი ხანია გადაცემას ვამზადებ თქვენ ხალხს ველაპარაკები რაღაცა ვიცი, აღმოჩნდა რომ არაფერი არ ვიცი. და რა უნდა უყო ხა ამ ერთი თვის ლეკვს, რა უნდა ვაჭამო? რამდენ ხანში ერთხელ უნდა ვაჭამო, როგორ უნდა მოუარო? ცოტა ხანი პანიკაში ვიყავი, მე ცოტნე ხალხს დაურეკე, რაღაცა ის ლეკვი მშვიდობიანად გაუშვი სახლში და იმ წუთშივე გამოვიქეცი აქ. სადაც ანუკამჭედლიშვილს თხოვე დახმარება, რომ პრაქტიკუმი გავიაროთ და გავიგოთ, როგორ უნდა მივხედოთ ადრეულ ასაკში ლეკვს და კნუტს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ საკითხის წინაშე დადგება ბევრი, ამიტომაც მოვედი აქ, რომ მივხვდი, რომ ეს გადაცემა ჩასაწერია. ხო და დავიწყოთ ახლა პუნქტობრივად. პირველ რიგში პირველ ეტაპზე სიმართლე რომ გითხრათ, თქვენ გაგმართლებიათ, იმიტომ რომ საკმაოდ დიდი ასაკის მყოფი ცხოველი მოხვედრილა თქვენს ხელში. თუმცა ხშირი გართულება გვაქვს ხოლმე, როცა ქუჩაში უმწეოდ დარჩენილ ძალიან პატარა ნეონატალურ ასაკში მყოფ ცხოველს შევხვდებით. შესაბამისად, ეს არის ყველაზე უფრო რთული პერიოდი. ძალიან ხშირად ხვდებით სამწუხაროდ საქართველოს ტერიტორიაზე ძალიან პატარა უსუსურ ცხოველებს, რომლებიც შესაძლებელია ბოროტმა ადამიანმა, ან უბრალოდ, არ ვიცი, დედამ ესე დატოვა და მიატოვა. პირველი რაც უნდა გავაკეთოთ, არავითარ შემთხვევაში მომენტალურად არ აიყვანოთ და არ წამოიყვანოთ ცხოველი, იმიტომ რომ შესაძლებელია დედა იყოს გასული ახლო-მახლოს უბრალოდ საკვების მოსატანად და დაახლოებით 2 საათი მაინც დავყოთ ხოლმე იმ ტერიტორიაზე, რომ დავაკვირდეთ, იქნებ სადმე ვიპოვნოთ დედა. ამასთან ერთად უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენ ძალიან საპასუხისმგებლო რაღაცას ვაკეთებთ და ისიც უნდა გავითავისწინოთ, რომ დაახლოებით 2-3 კვირის განმავლობაში საკუთარი ცხოვრება ჩვენ აღარ გვეკუთვნის არავითარ შემთხვევაში და უნდა მივუძღვნათ ამ პატარა არსებას, რომელსაც ჩვენგან დამოუკიდებლად სამწუხაროდ ცხოვრება არ შეუძლია. პირველ რიგში უმჯობესია წავიყვანოთ, რა თქმა უნდა, ვეტერინართან, რომ შეამოწმოს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, გადაამოწმოს რეფლექსის ქონა, აქვს თუ არა, ჰიდრატაციის ხარისხი, ლორწოვანის ფერი, ტემპერატურა, ეს ყველაფერი გადასამოწმებელია, თუმცა რეალობაში ესე არ ხდება ხოლმე, არ გვაქვს ფიზიკურად საშუალება მომენტალურად მივმართოთ ვეტერინარს, შესაბამისად გვიწევს, რომ რაღაცნაირად პირველადი დახმარება აღმოუჩინოთ ჩვენ. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ძალიან პატარა ასაკში არ აქვთ თვითრეგულაციის უნარი, შესაბამისად ძალიან ხშირად ვაწყდებით ხოლმე გადაციებას. აი ეს გადაციება არის ყველაზე რთული რამ ძალიან პატარა ასაკში, შესაბამისად კატასაც და ძაღლსაც აქვს გადაციების პრობლემა და როცა ესე ქუჩაში არიან ხოლმე, შესაბამისად ძალიან ხშირად გვაქვს რომ სრულიად ტემპერატურას კარგავენ, ამ დროს არ ხდებიან ძალიან ლეთარგიულები. რაც არ უნდა წელიწადის დრო იყოს, რაც არ უნდა ზაფხულიც რომ იყოს იქაც. იმიტომ რომ პირველი კვირების განმავლობაში დედა უზრუნველყოფს მის თბორეგულაციას, ის ათბობს. შესაბამისად აუცილებელია ხოლმე მათი თერმონეიტრალურ გარემოში მოთავსება. არავითარ შემთხვევაში არ აიყვანოთ ცხოველი და პირდაპირ სათბურაზე არ დასვათ, იმიტომ რომ ამან შესაძლებელია გამოიწვიოს დამწვრობა ან ძლიერი სტრესი. რამაც კიდევ უფრო მეტად გააძლიეროს შემდგომ უკვე ზოგადი კონდიცია და უფრო მეტად დაამძიმოს პაციენტის მდგომარეობა. აი იდეალური ვარიანტი რა, რამე პლედში გავახვიოთ თუ როგორ? პლედი და ამასთან ერთად სათბურა, უბრალოდ ისე რომ ოდნავ შეთბეს ეს პლედიც, მხოლოდ პლედით ვერ მიიღებს ის იმდენ სითბოს, იმიტომ რომ ცხოველებისთვის ნორმალური ტემპერატურა არის 38-დან 39 გრადუსამდე, შესაბამისად მხოლოდ პლედი ამას არ უზრუნველყოფს ხოლმე. გააჩნია რა თქმა უნდა წელიწადის დროსაც. მეგობრებო, სათბურა არის გრელკა ჩვენებურად. ხო. ეს არის ხოლმე პირველი. არავითარ შემთხვევაში არ უნდა მივცეთ საკვები მომენტალურად ცხოველს. იმიტომ რომ გადაციებულ მდგომარეობაში საკვების მიცემა არ შეიძლება.
კიდევ უფრო დიდ ენერგიას წაართმევს ორგანიზმს, კიდევ უფრო დიდია იმის რისკი, რომ შესაძლებელია მოხდეს ასპირაცია, მოხდეს საკვების გადაცდენა, ანუ ესე რომ ვთქვათ, შესაბამისად ამ შემთხვევაში ჯერ უნდა ვარეგულიროთ ტემპერატურა და შემდგომ უნდა მივხედოთ ხოლმე ამ რაღაცებს. ესე გავაწყოთ, მე ვაჭამოთ. და მე ვაჭამოთ. კი ახლა გადავიდეთ მოდი ჭამს. ხო. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ხოლმე და სადაც ვუშვებთ ძალიან ბევრ შეცდომას. მოდი როგორ დავიწყოთ, იცით? ასე ვთქვათ, ყველაზე მეტად რეკომენდებულიდან და ასე ვთქვათ, ხალხურ ვარიანტამდე. ყველაზე მეტად რეკომენდებული ეს არის უშუალოდ სახეობისთვის დამახასიათებელი დედის შემცვლელი რძე. ანუ თუ ჩვენ ვიპოვნით ძაღლს, ლეკოს, უნდა ვიპოვოთ ძაღლის დედის შემცვლელი რძე, თუ ვიპოვნით კუნუტს, ამ შემთხვევაში უნდა ვიპოვოთ კატის დედის შემცვლელი რძე. ეს არის აუცილებელი და ამას შევძლებთ შევიძინოთ. ან ვეტერინარულ კლინიკებში, ან ზოომაღაზიებში და უნდა ვეცადოთ, რომ ეს იყოს მაღალი ხარისხის. ხო, რთული მოსაძებნი ნამდვილად არ არის, თუ ძალიან გვიანი ღამე არ არის და ხო, აი ეს არის ხოლმე ყველაზე ისეთი გვიანი ღამე ხანდახან ხელის შემშლელი ფაქტორია ხოლმე. არავითარ შემთხვევაში არ ვაჭამოთ ძროხის რძე, ხაჭო, ნადუღი, მაწონი გარეული წყალში, არ ვიცი, ნებისმიერი რამ პატარა ისევ ძალიან პატარებთან. კი, ძალიან პატარებთან. და ზოგადად ისედაც არ უნდა მივცეთ. ხო, მივალთ მაგამდე. ხო. ვაღიარებ ყველა ცოდვას რაც ჩამიდენია. ხო. ამიტომ გვიან ღამით შეგიძლიათ მისცეთ ახალშობილის 0 თვიდან დედის რძის ფორმულა, რომელსაც არ ექნება ლაქტოზა. ადამიანის ახალშობილის კი. თუ ესე იგი ვერ ვიპოვეთ ღია ვეტ აფთიაქი თუ ვეტ მაღაზია ამას აუცილებლად შეგხვდება ჩვეულებრივი ადამიანის აფთიაქი, სადაც შევძლებთ რომ ახალშობილის ფორმულა შევიძინოთ, აუცილებლად ეცადეთ რომ ეს იყოს 0 თვიდან და ულაქტოზო. იმიტომ რომ აი რაც ჩამოთვალეთ ეს ძროხის რძე ან ნებისმიერი მოკლედ რძის პროდუქტი, რაც ზოგადად მიჩნეულია რომ აუცილებლად უნდა ვაჭამოთ განსაკუთრებით კატას, არ უნდა ვაჭამოთ და ძალიან ხშირად გვაქვს ხოლმე ლაქტოზის აუტოიმუნობა ცხოველებში, შესაბამისად ყველაზე დიდი შეცდომა არის ეს. შესაძლებელია გამოვიწვიოთ დიარეა, გაზებით გადავსება ნაწლავის, ღებინება და შემდგომ უკვე კიდევ უფრო მეტად ამძიმება ზოგადი კონდიციის, ამიტომ ეს ავქნათ. ინტერვალები, რამდენ ხანში ერთხელ უნდა მივცეთ ეს რძე? ხო, ეს ცოტა რთული ამბავია ხოლმე, იმიტომ რომ ჩვენ ვიწყებთ 2 საათიდან. ანუ თავიდან კნუტს და ლეკოს სჭირდება ყოველ 2-3 საათში ერთხელ კვება. აი პატარას. ძალიან პაწაწას. შესაბამისად აუცილებელია რომ ყოველ 2 საათში მოვუმზადოთ ახლიდან ეს ფორმულა და თბილ მდგომარეობაში, აუცილებლად თბილ მდგომარეობაში უნდა მივეწოდოთ ჩვენ ეს. ნუ დაახლოებით რა ტემპერატურაზე ელაპარაკეთ? დაახლოებით 30 ისე რომ ხელი არ დაგვწევს წესში და როგორც ახალშობილს უმზადებენ ხოლმე ფაქტობრივად იგივე მომზადების ტექნიკა არის აქაც. ეს აუცილებელია, შესაბამისად მთელი ღამის განმავლობაშიც მოგვიწევს რომ ჩვენ გავიღვიძოთ, აღდგეთ, მოვამზადოთ, დიახ. აი ღამის პერიოდში შეგიძლიათ უფრო მეტად გაზარდოთ ეს ინტერვალი 3 საათამდე, მაგრამ დღის განმავლობაში აუცილებლად უნდა იყოს 2 საათში ერთხელ კვება. რატომ არის ეს საჭირო? აი მოუვა რაღაცა ვერ ორგანიზმი ვერ გაძლევს? პატარა ასაკში ძალიან მარტივად ეცება გლუკოზის დონე და შესაბამისად ამდენი ხნის უტმელობისგან მერე უკვე გვაქვს ხოლმე ლეთარგია, ამიტომ აუცილებელია ეს არის ერთ-ერთი მიზეზი. ყველაზე ესეთი რთული რაც არის ხოლმე, სწორი პოზიცია უნდა იყოს კვების დროს. ანუ არ შეიძლება ბავშვით ესე გადავატრიალოთ ლეკვი ან კნუტი და ისე მივცეთ, უნდა იყოს ბუნებრივ პოზაში უნდა მოხდეს კვება, შესაბამისად მუცელზე უნდა იწვეს აუცილებლად ცხოველი და ისე უნდა მოხდეს, იმიტომ რომ ეს პატარა ასაკში სანამ თვითონ დაგება ფეხზე და თვითონ შეჭამს. კი. ან უბრალოდ იმ ასაკში, როცა ჩვენ საწოვარით ვაძლევთ საკვებს. ამიტომ ეს არის ძალიან ბუნებრივი პროცესი, როცა
სწორი პოზით უნდა მიიღოს საკვები. რაც ძალიან მნიშვნელოვანია ხოლმე, ძალიან პაწაწა ასაკში, ხშირად უნდა აწონოთ ცხოველი და ნახოთ რამდენად აქვს მატება, იმიტომ რომ ეს არის ერთ-ერთი გარანტია, და როგორი უნდა კონდეს მატება, მაშინ რამე ამ პროცენტულად ვიცი წონასთან შეფარდებით თუ? არა, ძალიან ინდივიდუალური ამბავია, ჯიშობრივ მახასიათებელზეა მატება უნდა კონდეს. ხო, მატება უნდა კონდეს. საიდან სადამდე უნდა კონდეს მატება? დღიდან დღემდე, ჭამიდან ჭამამდე თუ როგორ არის? დღიდან დღემდე. ამასთან ერთად უნდა გაითვალისწინოთ, რომ პატარა ასაკში თავად ვერ ახერხებენ შარდვა დეფეკაციის პროცესს. ამიტომ ამაშიც სჭირდებათ დახმარება. ამას დედა აკეთებს ხოლმე როგორც წესიდარგი, მაგრამ ყველაზე ისეთი გავრცელებული მეთოდი რაც არის, ეს არის ბამბის დისკი, რომელიც ოდნავ ნამიანი უნდა იყოს და წრიული მოძრაობით მუცლის არეში კვების შემდგომ შეგვიძლია დავამასაჟოთ ისე რომ შარდვა დეფეკაციის პროცესი მოახდინოთ. ყოველი კვების შემდგომ. კიდე კაი რომ მაგასაკეთებს ლეკვი არ მომწეს იმ ერთი დღით. ნუ ჩემი ლეკვები ცოტა უფრო დიდები აღმოჩნდნენ ჩემს ხელში და ცოტა უფრო დიდ ասაკში, ან დაახლოებით 3 კვირის შემდგომ ეს ყველაფერი კიდე უფრო მეტად მარტივდება ხოლმე, იმიტომ რომ აი 3 კვირა არის ეს პირველი ეტაპი. არის პირველი ეტაპი, როცა ჩვენ გვჭირდება აუცილებლად დედის შემცვლელი რძე და ესე ხშირი კვება. 3 კვირის შემდგომ უკვე შეგვიძლია ხოლმე დამბალ მდგომარეობაში მივაწოდოთ მაგალითად ჩვეულებრივი ძაღლის საკვები კორმი და ესე ვყვებოთ. ამიტომ ესე ძალიან მნიშვნელოვანია. მე მაგის შემეშინდა, ხა უნდა ვაღიარო მეთქი ხო ვაპირებდი და აჰა. ესე იგი მე მქონდა შესაბამისად ლეკვის არ მქონდა, მაგრამ მქონდა უფროსი ძაღლის, ამდენად ამის შემეშინდა, ამის მიცემა და მეგობარს დაურეკე რომელსაც ამ ჯიშის ძაღლები ყავს სულ, პოინტერი იყო და იმან მითხრა რომ ხაჭო შეგიძლია მიცეო. თუ არის 0%-იანი მაშინ დაბალ ცხიმიანიო. წავედი სპეციალურად ეს დაბალ ცხიმიანი ვიყიდე და მოვიტანე, მაგრამ სტორი იყო თუ არა ჩემი საქციელი და ამ შემთხვევაში აი აქ უკვე როგორი არის ეს პროტოკოლი. თუ მაგალითად იმის შესაძლებლობა იყო რომ წასულიყავით და რაიმე გეყიდათ, ჯობდა გეყიდათ ლეკვისთვის განკუთვნილი საკვები და ის შეიძლება უკვე ამ ასაკში რომ ლეკვის აი ეგ არ ხო 3 კვირის ასაკიდან ჩვენ უკვე გვაქვს იმის შესაძლებლობა რომ ეს მივცეთ. სულ მინიმუმ არ ვიცი, ყველა მაღაზიაში არის ისეთი პაშტეტები, რბილი საკვები, რომელიც შეგიძლიათ თბილი წყლით მაგალითად გაათხელოთ უფრო მეტად და ის შეთავაზოთ, უფრო მეტად მარტივი იქნება. ან სახლში რაც შეგვიძლია ეს მოვამზადოთ, შეიძლება იყოს ქათმის ხორცი, ძროხის ხორცი, დაბლენდერებული, რა თქმა უნდა და ის შეთავაზოთ. ასევე შეგიძლიათ ამასაკისთვის გამოიყენოთ მაგალითად ბავშვებისთვის განკუთვნილი ხორცის პიურეები, თუ სახლში დაბლენდერება დაგეზარებათ, ან ისეთ გარემოში ხართ უბრალოდ რომ ამას ვერ შეძლებთ, აფთიაქში რომ იყიდება ხორცის პიურეები, რომელიც უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ ერთი მონოპროტეინული, არ ქონდეს სხვა დანამატები, ის შეგიძლიათ შესთავაზოთ ერთჯერადად. აი ეს მეორე ეტაპი, საიდან სადამდეა 3 კვირიდან როდემდე? 3 კვირიდან დაახლოებით თვენახევრამდე უკვე გრძელდება ხოლმე. 3 კვირის ასაკი ეს მაინც არის ის ასაკი, როცა დედის რძეს მირთმევენ ხოლმე ნორმალურ მდგომარეობაში ცხოველები. შესაბამისად, ჩემი რეკომენდაცია არის, რომ შერეულად უყვებოთ, ხო? შერეული კვება გულისხმობს იმას, რომ შეგიძლიათ მაგალითად ეს ძაღლისთვის განკუთვნილი კორმი დაალბოთ დედის შემცვლელ რძეში და ისე შესთავაზოთ, უფრო მეტად ნოყიერი იქნება და შეთვისება შესაბამისად უკეთესი იქნება, ან მაგალითად რაღაცა ორ კვებად მაინც ჩაურთოთ ხოლმე მხოლოდ დედის შემცვლელი რძე და ის შესთავაზოთ. აქ როგორია ინტერვალები? იქ იყო 2 საათში ერთხელ. ხო, აქ შეგვიძლია უკვე 3-4 საათის ინტერვალი დავიცვათ. მაგრამ ეს ინტერვალი მაინც დასაცავია. მაგრამ უმჯობესი კი. თუმცა აი ღამით მაგალითად ახლა 4 საათში ერთხელ თუ არ ვაჭმევთ 3 კვირის ასაკის ლეკოს, ძალიანაც არ დავაშავებთ, თუმცა არ უნდა იყოს ძალიან დიდი. 12 საათიანი ინტერვალი რომ დავიცვათ, ეს ძალიან დიდი არის, ხო? ამიტომ მაინც უნდა ვაკონტროლოთ ეს. ეხლა კიდევ ერთი საკითხი. მუცელი ქონდა შებერილი, ეს ჭიების უკვე რომ მომცეს მაშინ. არ იყო ეხლა ისეთი იმიდან ჩამოყვანილი რა პროტოკოლურიდან ჩამოყვანილი. კი, მანდ უბრალოდ გასარკვევი არის ეს ყველაფერი, ეს იყო ჭიების ამბავი, თუ მაგალითად ლაქტოზის აუტანლობა თქვენს მიერ მიცემულ ხაჭად. მანამდე რაზე იყო? მანამდე არ ვიცი, დედაზე ალბათ.
სავარაუდოდ. კი, ამიტომ ხო, ეს მაინც გასარკვევი ამბავია ხოლმე, თუმცა შესაძლებელია რომ თუნდაც არასწორი კბება იყოს ერთ-ერთი განმსაზღვრელი აი ამ შებერილობის, ამიტომ ეს მესმის უბრალოდ ჭის წამლის მიცემა ამ შემთხვევაში ჭის წამლის მიცემა ამ შემთხვევაში რეკომენდირებული არ არის, თუ ჩვენ დარწმუნებული არ ვართ ძაღლი როგორ გრძნობს თავს. თუ ის ჭამს, სვამს, ღებინება, ფაღარათი არ აქვს ამ შემთხვევაში კი ბატონო, განავალი უნდა იყოს აუცილებლად ფორმირებული და ჩვენ ვეტერინარებს ძალიან გვაინტერესებს ხოლმე. მნიშვნელოვანი ამბავია მოკლედ. მთელი ინფორმაცია შეიცავს. ამიტომ თუ აქ დარწმუნებულები ვართ, ამ შემთხვევაში 3 კვირის ასაკიდან ეს არის ასაკი, როცა შეგვიძლია უკვე ჭიაზე დამუშავება დავწყოთ, ანუ ჰელმითებზე უნდა დამუშავდეს. თუმცა ესეც ძალიან ისეთი სიფრთხილით გასაკეთებელი ამბავია, იმიტომ რომ ძალიან ხშირად გვაქვს ხოლმე ჭიებით ინტოქსიკაცია და ამიტომ ჯობესია რომ ვეტერინარი ექიმის მიერ მოხდეს ხოლმე დამუშავება. პირველ ეტაპზე როცა იმ რძეს ვაძლევთ, წყალი უნდა თუ წყალს იქიდან იღებთ? წყალს იღებს იქიდან, ამიტომ არ გჭირდება. აი მეორე უკვე 3 კვირის მერე როცა მშრალ საკვებს 3 კვირის ასაკიდან ჩვენ ფაქტობრივად მშრალ საკვებს არ ვაძლევთ მაინც ცხოველს. შესაბამისად, გაცილებით ნაკლებ წყალს სვამენ ხოლმე, თუმცა მაინც აუცილებელია ჰქონდეს წვდომა ჩვეულებრივ სუფთა წყალთან, მაგრამ თავისით გადაწყვეტს მე ის დალევს თუ არ დალევს. შემდეგი შეკითხვა არის სუგობარის სპონსორის Nutrimax სპეცის და ის ასე ჟღერს. როდის არის რეკომენდებული რომ ლეკვი მოშორდეს დედას და აღმოჩნდეს ახალი პატრონის ხელში? ლეკვით და კნუტიც. კი. როცა ისინი დამოუკიდებლად კვებას შეეჩვევიან და ეს არის ხოლმე დაახლოებით 7-8 კვირის ასაკი. როცა აღარ არიან დამოკიდებულები დედაზე, იმიტომ რომ 3 კვირის ლეკვით და კნუტიც არის ძალიან პატარა და ის დედასთან უნდა იყოს, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში მაინც დაგჭირდება სულ მინიმუმ სტიმულაცია. ამიტომ უმჯობესია რომ თვენახევარი მაინც დაჰყონ დედასთან და მხოლოდ ამის შემდგომ მოხდეს მისი მოშორება. ჩვენ გავიართ 2 ეტაპი, 3 კვირამდე და 3 კვირიდან თვენახევრამდე და თვენახევრამდე. მე თვენახევრის შემდგომ უკვე ხდება მესამე ეტაპი არის ეს უკვე თუ ეს იცით რა არის მესამე ეტაპი არის ეს ალბათ როცა უკვე თვითონ პატრონთან ხვდებიან ცხოველები და შესაბამისად მე უკვე იწყება დიდი გზა ვეტერინართან ურთიერთობის, ხო? 3 კვირის ასაკიდან უწყებთ ჩვენ ზოგადად ჰელმითებზე დამუშავებას, შესაბამისად ეს არ უნდა გამოგვრჩეს არავითარ შემთხვევაში, თუ ცხოველი კარგად გრძნობს თავს და არ აქვს ზოგადი სისუსტე არ აღენიშნება, შესაბამისად აუცილებელია ჰელმითებზე დავამუშავოთ დაახლოებით 10-14 დღიანი ინტერვალით, ხო? და შემდგომ უკვე ვიწყებთ ვაქცინაციის პროცესს და მემზადებით ჩვენ ამისთვის. ძვირფასებო ვაქცინაციაზეც, ჰელმითიზაციაზეც არის უკვე სუგობარის არცე ვიდეოები, შეგიძლიათ ნახოთ. დავამთავროთ ტრადიციული შეკითხვით, თუ რამე უნდა მეკითხა მე ამ თემაზე რაღაც გამომჩა, რაღაც უნდა ვიცოდეთ კიდევ, კვებაზე ვილაპარაკეთ, ტემპერატურაზე, იმაზე, მაგრამ შეიძლება რაღაცა არის, რაც მე არ ვიცი, როგორც მოყვარული. არა, ფაქტობრივად ყველაფერზე ვისაუბრეთ, უბრალოდ არსებობს აუცილებლად და სასწრაფოდ მისაყვანი ვეტერინართან კონდიცია, როცა ცხოველს არ აღენიშნება წოვის რეფლექსი, როცა ლეთარგიულია და ფაქტობრივად ყლაპვაც კი არ შეუძლია, როცა გვაქვს აქტიური ღებინება, ფაღარათი, როდესაც შესაძლებელია განავალში იყოს სისხლი, როცა ვერ ინარჩუნებს ტემპერატურას მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვცდილობთ რაღაცნაირად მის სითბოში ყოფნას, ეს არის ის მდგომარეობა, როცა დაუყოვნებლივ, გადაუდებლად უნდა მივიდეთ ვეტერინართან. მე მგონი ანუკა მჭედლიშვილისგან ეს მთავარი დღეს მოვისმინეთ, რისთვისაც მას ძალიან დიდ მადლობას ვუხდი. კლინიკა ვეტექსაც ამასთან ერთად, სადაც ახლა ვიმყოფებით სხვათა შორის ახალ შენობაში, რომელიც უფრო დიდი, უფრო ფართო და უფრო საინტერესოა და დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ასევე სპონსორს Nutrimax Pets. მადლობა მინდა თქვენ გადაგიხადოთ და ტრადიციულად მოგიწოდოთ რომ უნდა გამოიწეროთ სუგობარის არხი, რომ გაუზიაროთ მეგობრებს მოწონება, უკვე ვთქვი და რაც თავარია. ეს არ უნდა გამოგვიყვეს კომენტარების წყალობით
შესაძლებელი ხდება ახალი საინტერესო გადაცემების მომზადება, თურმე კრიზისული სიტუაციების მეშვეობითაც იგივეა და თუ თქვენ გქონიათ ასეთი შემთხვევა, მომწერეთ და შევეცდები აქედან რაღაც საინტერესო გადაცემა მოვამზადოთ. დიდი მადლობა. თუ რაიმე გამოგვრჩა, რასაც ვერ ვუპასუხეთ ახლა. შემოვივლი კიდევ ერთხელ. ან უბრალოდ დაგვისვან კითხვები და კომენტარებში აუცილებლად გავცემთ. ძალიან კარგი. ესეც ვარიანტია. აბა ნახვამდის. ბედნიერად.